მე ვარ ნათი არაჩაშვილი, 25 წლის. 18 წლიდან დამეწყო ეს ჩემი პრობლემები, დაიწყო მაღალი წნევით გამოიხატა. შემდეგ უკვე გართულდა ეს მდგომარეობა წლებთან მიმართებაში, იმიტომ რომ ვერ ვიგებდი რა მჭირდა. დამეწყო უკვე თავბრუსხოვები, პირღებინებები, სისუსტე, ცხოვრების ხალისი ფაქტობრივად დაუკარგი, იმიტომ რომ ვერაფერს ვერ ვაკეთებდი, ვერც პროფესიული მხრივ. შესაბამისად, გადავწყვიტა, რომ ამ პრობლემისთვის უფრო სერიოზულად უნდა მიმეხედა. არაერთ ექიმთან ვიყავი მისული, თუმცა ჩემი ნდობა ყველაზე მეტად დაიმსახურა გიორგი ექიმმა. პაციენტი კლინიკაში შემოვიდა რამდენიმე თვის წინ, რომელიც უჩიოდა ძლიერ თავბრუსხვევას, თავის ტკივილს, ზოგად ძლიერ სისუსტეს, მაღალ არტერიულ წნევას. პრაქტიკულად უნარო იყო ჩვეული ფიზიკური სამუშაოს დროს. ძალიან იღლებოდა პრაქტიკულად სამსახურს ვერ იწყებდა ვერსად, იმიტომ რომ ჩვეული ფიზიკური დატვირთვაც კი მისთვის ძალიან დიდი სტრესი იყო. სწორედ ამ ყველაფერმა ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა მის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე და მდგომარეობა უფრო მძიმე გახდა. პაციენტს კლინიკაში ჩაუტარდა გამოკვლევები, ეხოკარდიოგრაფია, კარდიოლოგის კონსულტაცია, მთლიანი სხეულის კომპიუტერული ტომოგრაფია და დადგინდა გულის იშვიათი მანკი, აორტის კოარტაცია. აორტის კოარტაციის ყველაზე მნიშვნელოვან და საყურადღებო გართულებას წარმოადგენს მაღალი არტერიული წნევის ფონზე განვითარებული ანევრიზმები თავის ტვინში და სპონტანური სიცხის ჩაქცევები, ინსულტი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ლეტალური გამოსავალი. ამიტომ ამის პრევენცია ძალიან მნიშვნელოვანია. ვიცოდი თავიდანვე, რომ ძალიან იშვიათი შემთხვევა იყო ჩემი პრობლემა და შესაბამისად ამ ოპერაციისაც ძალიან მეშინოდა. ვანდე ასე ვთქვათ, ჩემი სიცოცხლე და ნამდვილად გაამართლა ამ ჩემმა ნდობამ. ოპერაცია გაკეთდა სპეციალური მაღალი წნევის ბალონით და ბუნკერის აორტაში იმპლანტირებული იქნა დაფარული სტენდი. ოპერაცია მოითხოვდა ასევე ანესთეზიოლოგიური გუნდის ძალიან სპეციფიურ მხარდაჭერას, ვინაიდან ოპერაციის პერიოდში საჭირო იყო წნევის დაბალი ციფრების შენარჩუნება გარკვეული პერიოდით და ასევე გულის რითმის ფიბრილაცია. გადაწყდა მისი მკურნალობა ენდოვასკულურად. ეს მეთოდი არის ძალიან დამზოგველი და უფრო ეფექტურია პაციენტის ოპერაციის მერე გამოსავლის თვალსაზრისით. ოპერაციის შემდეგ უკვე ვიგრძენი, რომ ყოველ დღე როცა თენდებოდა, უკეთესად ვიყავი. დღევანდელი მდგომარეობით მე უკვე დღის გათენების აღარ მეშინია, იმიტომ რომ ვიცი, რომ დღეს შემიძლია მე რომ კარგად ვიყო და ყველაფერი გავაკეთო, რაც მომინდება. დღითი დღე უმჯობესდებოდა პაციენტის მდგომარეობა, პაციენტს მოეხსნა ზოგადი სისუსტე, მისი ფსიქო-ემოციური ფონი მკვეთრად გაუმჯობესდა. გრძნობ, რომ გიორგი ექიმმა ნამდვილად სიცოცხლე მაჩუქა და ვფიქრობ, რომ ამ ცხოვრებაში ექიმები, რომლებსაც მე გამიკეთეს ეს ოპერაცია, არიან ჩემი მფარველი ანგელოზები.